ირანის ერთ-ერთი მშვიდი ქალაქის ქვეშ არსებობს გვირაბები, რომლებიც აშენდა ერთი კონკრეტული მიზეზით. მთელი საზოგადოების გადასარჩენად, როცა მტერი მოახლოვდება. ეს არის ნუშაბადის მიწისქვეშა ქალაქი, რომელსაც ასევე უისაც უწოდებენ. ის მდებარეობს კასიანის მახლობლად, ისფაჰანის პროვინციაში. ზედაპირზე მხოლოდ ჩვეულებრივი სახლები და ვიწრო ქუჩები ჩანს. მაგრამ მის ქვეშ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახები, ჭები, კიბეები, ვენტილაციის შახტები და ვიწრო გასასვლელები. ირანის ოფიციალური ტურისტული ვებგვერდის მიხედვით, მიწისქვეშა კომპლექსს 3 დონე აქვს და ის სამხედრო და თავდაცვითი მიზნებისთვის აშენდა. მისი ნაწილები დაახლოებით 4-დან 18 მეტრამდე სიღრმეზეა მიწის ქვეშ. მიჩნეულია, რომ მისი მშენებლობა დაიწყო სასანიდების პერიოდში, 1500 წელზე მეტი ხნის წინ. ის მუდმივად გამოიყენებოდა და ფართოვდებოდა შემდეგ პერიოდებში, განსაკუთრებით თავდასხმებისა და ომების დროს. არსებობს მტკიცებულება, რომ იგი მონღოლეთის დროსაც თავშესაფრად გამოიყენებოდა. სინამდვილეში ეს არ იყო მუდმივი ქალაქი, სადაც ყოველდღე ათასობით ადამიანი ცხოვრობდა. სამაგიეროდ ეს იყო დიდი საგანგებო თავშესაფარი, როდესაც შორიდან მტერს ამჩნევდნენ. მოსახლეობას შეეძლო შესულიყო საიდუმლო შესასვლელებიდან, რომლებიც მდებარეობდა სახლებში, მეჩეთში, ჭებში და ქალაქის სხვა ნაწილებში. შესვლის შემდეგ ისინი ქეთავდნენ და ფარავდნენ შესასვლელს, რათა მტერს ვერ დაენახა. გვირაბები სპეციალურად ვიწრო და მიხოულ-მოხვეულია. ზოგიერთ ადგილას გამლელს უნდა მოიხაროს. ამის გამო მტერს უჭირს სირბილი, გრძელი იარაღის გამოყენება ან მასობრივად შესვლა. მოსახლეობას ზეპირად ახსოვს ყოველი მოსახვევი. ზოგ გზაზე არის ხვრელები და მოულოდნელი დაბრკოლებები, რაც შეაფერხებს ყველას, ვინც ადგილს კარგად არ იცნობს. ასევე თითოეულ ოთახს განსხვავებული დანიშნულება აქვს. არის ადგილები დროებითი ძილისთვის, საკვების შესანახად, ცხლის დასაყენებლად და ოჯახებისთვის, რომლებიც ზევით საფრთხის დასრულებას ელოდებიან. კედლებში ასევე არის ნიშები, სადაც ზეთის ლამპრებსა და პატარა ნივთებს ათავსებენ. მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჰაერია. როდესაც ბევრი ადამიანი მიწის ქვეშ იღლის თავს, სუფთა ჰაერი სწრაფად იწურება. ასევე შეიძლება დაგროვდეს ლამპრების კვამლი. ამიტომ მშენებლებმა შექმნეს ვერტიკალური შახტები, რომლებიც სხვადასხვა დონეს უკავშირდება. ჰაერი ზედაპირიდან აქედან გადის. ჭები და ერთმანეთთან დაკავშირებული დერეფნები ასევე ეხმარება ჰაერს, რომ უფრო ღრმა ოთახებამდე მიაღწიოს. კომპლექსს საკუთარი წყლის სისტემაც აქვს. 2019 წელს ნუსაბადში უძველესი წყალმომარაგების ქსელის აღმოჩენა იქნა მოხსენებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს შეუძლიათ რამდენიმე დღე დარჩნენ მიწის ქვეშ, სანამ საფრთხე არ გაივლის. მიწა ამ ადგილას მტკიცეა და შესაძლებელია ოთახებისა და გვირაბების გამოკვეთა. თუმცა ყოველი გათხრა სიფრთხილით უნდა განხორციელოთ. თუ ზედმეტად ამოიღებენ მიწას, შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს. ამიტომ დატოვეს სქელი კედლები და საყრდენები ოთახებს შორის. ასევე მთელი კომპლექსი ერთდროულად არაუშენებიათ. ყველაფერი პატარა სამალავებით დაიწყო. ბევრი თაობის განმავლობაში გვირაბები, ოთახები, ჭები და საიდუმლო შესასვლელები თანდათან ემატებოდა. ამიტომ სახლების ქვეშ ფართო თავშესაფარი შეიქმნა. ზემოდან მტერს შეეძლო ქალაქში შესვლა და მისი დაპყრობა. მაგრამ ქვეშ იყო საკუთარი სამყარო, რომელსაც მხოლოდ მაცხოვრებლები იცნობდნენ. არ იყო დიდი ჭიშკრები, არ იყო მაღალი კედლები. მათი ყველაზე ძლიერი დაცვა იყო ქალაქი, რომელიც არ ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მიწის ქვეშ იმალებოდნენ, ორი რამ იყო, რასაც დიდხანს ვერ გაუძლებდნენ: ჰაერის და წყლის ნაკლებობა. ამიტომ ნუშაბადში უბრალოდ ცალკეული ოთახები არაუშენებიათ. მისი გვირაბები, ჰაერის სადინარები, კიბეები და არხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასეთი დიზაინის წყალობით ჰაერი მიწისქვეშა თავშესაფრის სხვადასხვა ნაწილში აღწევს. მშენებლები იყენებდნენ გრძელ ვერტიკალურ შარტიკალურ შახტებს ზედაპირიდან, რომლებიც გვირაბებში ჩადიოდა. როდესაც ზედაპირზე და მიწის ქვეშ ჰაერის ტემპერატურა და წნევა განსხვავდება, ჰაერი თვითონ იწყებს მოძრაობას ამ გასასვლელებში. ცხელი და დაბინძურებული ჰაერი გამოდის, ხოლო ახალი ჰაერი შემოდის. ეს ბუნებრივი ვენტილაციის სისტემას გავს, რომელსაც ელექტროენერგია საერთოდ არ სჭირდება. მიწაც დიდ დახმარებას უწევს ტემპერატურის შენარჩუნებას. ზედაპირზე შეიძლება ძალიან ცხელი იყოს დღისით და ცივი ღამით, ან ზამთარში. მაგრამ მიწის ქვეშ ტემპერატურა უფრო ნელა იცვლება. მიწის ქვეშა დონეს მზის სხივები პირდაპირ არ ეცემა. გარეთ ცივი ჰაერიც მაშინვე ვერ აღწევს შიგნით. ამიტომ თავშესაფარი უფრო ცივია, როცა ზედაპირზე ძლიერი სიცხეა და უფრო დაცულია, როცა ცივი ამინდია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახებს შეიძლება რამდენიმე დღე მოუწიოთ ქვემოთ დარჩენა, სანამ მათ ქალაქში საფრთხეა. მაგრამ მხოლოდ ჰაერი საკმარისი არ არის. მათ ასევე სჭირდებათ წყალი, რომელიც მტერს ადვილად ვერ აღმოაჩენს ან ვერ გააკონტროლებს.
პერსები დიდი ხანია იტენებენ კანატს, მიწისქვეშა წყლის სისტემას, რომელიც წყალს მაღალ ადგილებიდან მშრალ დასახლებებში მიაქვს. კანატის გვირაბები ოდნავ დაქანებულია ქვემოთ. ამიტომ წყალი თვითონ მიედინება გრავიტაციის დახმარებით. არ სჭირდება ტუმბო ან თანამედროვე მოწყობილობა. ზემოდან მხოლოდ ერთმანეთის მიხოლებით განლაგებული პატარა შახტები ჩანს, რომლებიც გვირაბის გათხრის, გაწმენდისა და შეკეთებისათვის გამოიყენება. UNESCO-ს მიხედვით კანატს დიდი როლი აქვს ირანის მშრალ რეგიონებში თემების შექმნასა და შენარჩუნებაში. მან ათასობით წლის განმავლობაში უზრუნველყო წყალი სახლებისთვის, ნათესებისთვის და დასახლებებისთვის. ნუშაბადში წაღმოაჩინეს წყლის არხები და ჭები. 2019 წელს მიწისქვეშა კომპლექსში უფრო ძველი წყალმომარაგების სისტემის აღმოჩენის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ გზით ცხოვრებლებს არ ჭირდებოდათ გარეთ გასვლა მხოლოდ წყლის მოსაპოვებლად, როცა ზედაპირზე მტერი იყო. მათ შეეძლოთ წყლის დაგროვება რეზერვუარებში და ამოღება ჭებიდან ან არხებიდან, რომლებიც ქვემოთ იყო დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგანგებო თავშესაფრისთვის. ადამიანს შეუძლია რამდენიმე საათი შიმშილის ატანა, მაგრამ თუ წყალი არ არის, სხეული სწრაფად დასუსტდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი ადამიანი ცხელ და დახურულ ადგილას ერთხადაა შეჭედილი. ამიტომ წყალი ერთ-ერთი პირველი რამაა, რაც უნდა დავიცოთ. არსებობს არხებიც, რომლებიც წყლის დინებას უწყობს ხელს და ხელს უშლის მის დაგროვებას ოთახებში. როდესაც მიწისქვეშა თავშესაფარი წყლით ივსება, შესაძლებელია მიწის ზოგიერთი ნაწილი დარბილდეს. შეიძლება დაზიანდეს სავალი გზები და შიგნით ყოფნა საშიში გახდეს. ამიტომ საჭიროა ზედმეტი წყალი მოშორებული იყოს იმ ადგილებიდან, სადაც ადამიანები იმყოფებიან. თვითონ ოთახებში ცხოვრება მარტივია. კედლებში არის პატარა ნიშები, ზეთის ლამპებისთვის, ნივთებისთვის და საკვებისთვის. სწორედ ეს ლამპები ანათებენ ბნელ გვირაბებს. მაგრამ ცეცხლი მცირე უნდა იყოს, რადგან ის ჟანგბადს მოიხმარს და კვამს წარმოქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია ზემოთ არსებული სავენტილაციო არხი და გვირაბებში ჰაერის სწორი ცირკულაცია. ოთახებიც უფრო ცივია ვიდრე ზედაპირზე. ამიტომ ზოგიერთი საკვები უფრო დიდხანს ინახება. ოჯახებს შეუძლიათ თან მიიტანონ პური, მარცვლეული, ფინიკი, თხილი და ხმელი ხორცი და სხვა საკვები, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. უფრო პრაქტიკულია ისეთი საკვები, რომლის ჭამაც შეიძლება დიდხანს მოხარშვის გარეშე. თუ ცეცხლი ძალიან დიდია, მეტი კვამლის გამოშვებაა საჭირო. ეს შეიძლება დამატებით სითბოსაც კი შემატოს ვიწრო ოთახს. მიწისქვეშ ცხოვრება არაკომფორტულია. არ არის მზის შუქი, სივრცე შეზღუდულია, იატაკი ცივია და მყარი. და როცა ბევრი ადამიანი ერთადაა, ადგილი სწრაფად ბინძურდება. ამიტომ საჭიროა წყლის, საკვების, საძინებლისა და ნარჩენების ადგილის სწორად გამოყოფა. მტკიცებულება არ არსებობს, რომ ნუშაბადს თანამედროვე კანალიზაციის სისტემა ჰქონდა. მაგრამ აუცილებელია, რომ ცხოვრებლებს ჰქონდეთ გზა, რომ ნარჩენები სასმელი წყლისა და საცხოვრებელი ადგილებისგან შორს გაეტანათ. შესაძლოა ისინი იყენებდნენ ცალკე ორმოს, კონტეინერს ან გვირაბის უფრო შორეულ ნაწილებს. მიწისქვეშ მხოლოდ შიმშილი ან წყურვილი არ არის მტერი. უფრო მძიმე სწორედ შიში იყო. როდესაც ოჯახები იმალებოდნენ, შესაძლებელია ესმოდათ ზემოდან მტრის ნაბიჯების ხმა, ცხენების ჭიხვინი, ყვირილი და მოძრაობა. ყველას უნდა შეენარჩუნებინა სიჩუმე. გვირაბიდან ძლიერი ტირილი, ყვირილი ან ხმაური შეიძლება მისულიყო შესასვლელამდე, ჭამდე ან სავენტილაციო არხამდე. ამიტომ დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ბავშვები და მოხუცები ჯერ უფრო ღრმა ოთახში გადაიყვანონ. ხოლო ისინი, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, შეიძლება დარჩნენ გასასვლელებთან და შესასვლელებთან ახლოს. ყველა შესასვლელი ერთ ადგილასაც არ იყო განთავსებული. ზოგიერთი შესასვლელი დაკავშირებული იყო სახლებთან და დასახლების სხვა მნიშვნელოვან ნაწილებთან. ასევე იყო გზები, რომლებსაც ჭებიდან და საჯარო ადგილებიდანაც შეიძლებოდა მისვლა. როდესაც საფრთხე ახლოვდებოდა, მოსახლეობას შეეძლო შესულიყო ყველაზე ახლო შესასვლელიდან. მოსახლეობას აღარ სჭირდებოდა მთელი სოფლის ერთ კარიბჭესთან შეკრება, სადაც ადვილად შეამშნევდნენ ან დაბლოკავდნენ მათ. შესვლის შემდეგ ისინი შეძლებდნენ შესასვლელის დაფარვას ხით, მიწით, ქვით ან ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთებით. მტრის თვალში მხოლოდ ჩვეულებრივი სახლი ან ჭა გამოჩნდებოდა. მის ქვეშ ასობით ადამიანი შეძლებდა უფრო უსაფრთხო თავშესაფრის ნაწილში გადასვლას. არსებობს ვიწრო და მოღუნული გვირაბები, რომლებიც ასევე თავდაცვის ნაწილია. როდესაც მტერი გაივლის, ის ვერ დაინახავს რა არის შემდეგ მოსახვევში. ის ვერც სწრაფად გაიქცევა, რადგან მოუწევს დახრა და ნელა წინსვლა. ზოგიერთ ნაწილში არის ღრმა ორმოები, რომლებიც შეიძლება დაფარონ და მახედ აქციონ მათთვის, ვინც გზას არ იცნობს. თუმცა ნუშაბადი მხოლოდ ერთ ეპოქაში არ გამოუყენებიათ. მისი პირველი ნაწილები სასანიანთა ეპოქაში დაიწყო. შემდეგ ის განაგრძობდნენ მოწესრიგებასა და გაფართოებას, როცა ირანში მმართველები და მტრები იცვლებოდნენ. ყოველი ახალი საფრთხე მიზეზს აძლევდა გვირაბების დამატებას, ოთახების გაღრმავებას და გასასვლელების გამაგრებას. მაგრამ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ მთელი სოფელი აქ იმალებოდა არაბთა დაპყრობისას მე-7 საუკუნეში. ასევე არ არის ჩანაწერი ჯარისკაცებზე, რომლებიც ცარიელ სახლებში დადიოდნენ, სანამ ყველა მცხოვრები მიწის ქვეშ იყო.
აშკარაა, რომ მიწისქვეშა კომპლექსი სპეციალურად თავდასხმის დროს უსაფრთხო თავშესაფრად აშენდა. ნუშაბადის მდებარეობამ ხელი შეუწყო მის განვითარებას. ის ახლოს იყო ძველ მარშრუტებთან, რომლებსაც ვაჭრები, მოგზაურები, ჯარისკაცები და დამპყრობლები იყენებდნენ. როდესაც რეგიონში ომი იყო, პატარა დასახლებები ადულად ზარალდებოდა. შეიძლებოდა საკვები და პირუტყვი წაეღოთ. სახლებს ცეცხლს წაუკიდებდნენ და შეიძლებოდა მოსახლეობა თხოვე დაეყვანათ ან წამებით დაემორჩილებინათ. მოსახლეობა, რომელიც ვერ ასწრებდა გაქცევას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა თავშესაფარი ყოველთვის მზად იყოს. მიწისქვეშ მხოლოდ ადამიანები არ ჩახკავდათ. ასევე აუცილებელია დამალოს საკვები, წყალი, მნიშვნელოვანი ნივთები და ზოგიერთი ხელსაწყო, რომლებიც საჭიროა თავდასხმის შემდეგ თავიდან დასაწყებად. ამ ამოთხილ ნაწილებში აღმოჩენილია კერამიკა და სხვა ნივთები სხვადასხვა ეპოქიდან. ეს აჩვენებს, რომ კომპლექსი მხოლოდ ერთხელ არ გამოუყენებიათ. აქ ბევრი თაობა ბრუნდებოდა. ისინი არემონტებდნენ ძველ ნაწილებს და ქმნიდნენ ახალ გასასვლელებს. დროთა განმავლობაში მიწისქვეშა თავშესაფრის იერსახეც იცვლებოდა. ზოგიერთი გვირაბი დახურეს. ზოგიერთ კედელს დამატებითი საყრდენები გაუკეთეს. ზოგიერთი გასასვლელი გააფართოვეს, რათა ოჯახებს უფრო მარტივად შეიძლებოდათ შესვლა. ასევე ზოგიერთი შესასვლელი გადაადგილდა ან დამალეს ახალ სახლებში. მისი გამოყენებისთვის სრული რუკა საჭირო არ არის. თითოეულ ოჯახს შეიძლება ჰქონდეს შესასვლელი, რომელიც მათ სახლთან ახლოს იციან, იქიდან ისინი მიყვებიან ოჯახისთვის ცნობილ მარშრუტს, უფრო ღრმა ოთახისკენ. გზის ცოდნა შეიძლება ბავშვებს ასწავლონ მაშინვე, როცა ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან. მათ უნდა იცოდნენ, სად უნდა შევიდნენ, სად უნდა მოუხვიონ და სად უნდა გაჩერდნენ, როცა საფრთხეა. ასეთი მზადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა მონღოლთა შემოსევები ირანში მე-13 საუკუნეში მოხდა. მონღოლთა არმიამ მრავალი ქალაქი გაანადგურა და უამრავი ადამიანი მოკლა მათი შემოსევისას. ასეთ დროს დამალული თავშესაფრები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. არსებობს ცნობები, რომ ნუშაბადი თავშესაფრად გამოიყენეს მონღოლთა დროს. თუმცა უცნობია რამდენი ადამიანი იმალებოდა აქ და რამდენ ხანს დარჩნენ ისინი. ასევე უცნობია, იყო თუ არა პირდაპირ ბრძოლები გვირაბებში. ადამიანებს არც კი სჭირდებოდათ აქ თვეების განმავლობაში ცხოვრება. მიზანი იყო გადარჩენა თავდასხმის ყველაზე საშიშ ნაწილში. თუ მტერი სწრაფად გაევლიდა, რამდენიმე დღეც კი საკმარისი იქნებოდა. თუ ისინი ქალაქში დარჩებოდნენ, მოსახლეობას მიწისქვეშ უფრო დიდხანს მოუწევდა ლოდინი. როცა უსაფრთხო იქნებოდა, ნელ-ნელა ამოვიდოდნენ. ზიანის დასათვალიერებლად შესაძლოა ზოგი სახლი დანგრეული იყოს. შეიძლება მათი პირუტყვი და მოსავალი აღარ იყოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც თავიდან ააშენებენ საზოგადოებას, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. აქ ნუშაბადი ეფექტური აღმოჩნდა. მას არ შეეძლო დიდი არმიისთვის ზედაპირის დაკავების აღკვეთა, რაც მან გადაარჩინა ეს იყო ის ადამიანები, რომლებიც ქალაქს ქმნიდნენ. სანამ ოჯახები ცოცხლები არიან, მათ აქვთ შანსი თავიდან დაიწყონ. მიწისქვეშა კომპლექსი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მისი გამოყენება გაგრძელდა ქაჯარის პერიოდამდე. მაგრამ საბოლოოდ საჭიროება ამაზე შემცირდა. ომის ხასიათი შეიცვალა გზები და დასახლებები. და ნელ-ნელა სულ უფრო რთული გახდა ამ უზარმაზარი მიწისქვეშა ქსელის მოვლა. თუ ვენტილაციის შახტას არ ასუფთავებენ, ის შეიძლება სავსე გახდეს მთვერით, მიწით და ნარჩენებით. თუ შესასვლელს უყურადღებოდ დატოვებენ, ის შეიძლება მიწით დაიფაროს. თუ ჭერის ნაწილი დაზიანდება, შეიძლება მთელი გვირაბი დაიკეტოს. და თუ წყალი შიგნით შევიდა, ტალახმა შეიძლება ის ქვედა ოთახში ჩაიტანოს. რეგიონი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მშრალია, მაგრამ მაინც შეიძლება მოულოდნელად ძლიერი წვიმა მოვიდეს. თუ მყარი და მშრალი მიწა წყალს მაშინვე არ შეიწოვს, ის სწრაფად მიედინება დაბალ ადგილებში. შეიძლება შევიდეს ძველ ჭაში, ორმოში და ღია შახტაში. წყალთან ერთად ზედაპირიდან მოდის ქვიშა, ტალახი, ქვები და ნარჩენები. როცა ეს განმეორებით ხდება, გზები ნელ-ნელა იბლოკება. არსებობს გვირაბები, რომლებშიც შესვლა მეტისმეტად საშიში ხდება. ზოგი ოთახი საკმარის ჰაერს კარგავს. და არსებობს შესასვლელები, რომლებიც მთლიანად ქრება ახალი შენობების ქვეშ. ხალხმაც ერთდროულად არ დაივიწყა მთელი მიწისქვეშა კომპლექსი. უფრო სავარაუდოა, რომ ამ ადგილის შესახებ ცოდნა ნელ-ნელა გაქრა. როცა შესასვლელს აღარ იყენებდნენ, ის შემდეგ თაობას აღარ ასწავლიდნენ. როცა ის სახლი ინგრევა, სადაც შესასვლელი მდებარეობს, შესაძლებელია გასასვლელი დაიფაროს. როცა აქ ახალ სახლს აშენებენ, შესაძლებელია ძველი შესასვლელი დაიხუროს ისე, რომ ახალმა მფლობელმა არც კი იცოდეს სად მიდის ის. ბევრი წლის განმავლობაში, ეს ოდესღაც მნიშვნელოვანი გადარჩენის ცოდნა მხოლოდ ამბების ნაწილად იქცა. ალბათ არიან ცხოვრებლები, რომლებიც იციან, რომ ზოგიერთი სახლის ქვეშ ძველი ოთახებია, მაგრამ მათ არ იციან, რამდენად ფართოა მათი კავშირი. ზოგი ფიქრობს, რომ ქვემოთ უბრალოდ ჩვეულებრივი სარდაფი, ძველი ჭა ან პატარა საწყობია.
მათ არ ელოდებათ, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ ქსელთან არის დაკავშირებული. ამიტომ, როდესაც გვირაბები თავიდან აღმოაჩინეს 2000-იანების დასაწყისში, თვითონ ნუშაბადი ახალი ადგილი არ იყო. ახალი აღმოჩენა იყო მიწისქვეშა გასავლელების ნამდვილი მასშტაბი და ურთიერთკავშირი. სხვადასხვა ამბავია ზუსტი აღმოჩენის წლის შესახებ. არსებობს წყაროები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს 2002, 2004 ან 2006 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ერთ-ერთმა მცხოვრებმა ჭა ან კანალიზაციის არხი თხრიდა. რაც ნათელია, შემთხვევით გახსნა ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიწისქვეშა კომპლექსის ნაწილი, როცა თავის ნაკვეთზე თხრიდა. იქიდან დაიწყო უფრო ორგანიზებული არქეოლოგიური გათხრები. პირველი გათხრების სეზონებში კომპლექსის დაახლოებით 500 კვადრატული მეტრი გაიწმინდა და გამოიკვლია. აღმოჩენილი იქნა ერთმანეთზე გადაბმული დონეები, ვიწრო კიბეები, ბრმა კუთხეები, თავდაცვითი დერეფნები და ქვები, რომლებიც გამოიყენებოდა ზოგიერთი გასასვლელის დასახურად. გათხრებმა ასევე აჩვენა, რომ კომპლექსის მრავალი ნაწილი დღევანდელი ქალაქის ქვეშაა დამალული. მისი სრულად გათხრა რთულია, რადგან ზედაფენაზე სახლებია, გზები, მეჩეთი და სხვა შენობები. მიწის უბრალოდ მოცილება სიფრთხილის გარეშე დაუშვებელი. შეიძლება სახლების საძირკველი დასუსტდეს, ასევე გვირაბი შეიძლება ჩამოინგრეს და ზემოთ მყოფი ადამიანები დააზიანოს. ამიტომ კვლევა ნელა და კონტროლირებადად მიმდინარეობს. ყოველი ახალი ნაწილი უნდა გაიწმინდოს, გაიზომოს, გამაგრდეს და შემოწმდეს უსაფრთხოებაზე, სანამ გახსნიან. არის რამდენიმე დერეფანიც, სადაც შესვლა აღარ შეიძლება, რადგან ისინი ჩახერგილია ან ჩამონგრეულია. ეს ნიშნავს, რომ ნუსიაბადის მიწისქვეშა ქალაქის სრული სურათი ჯერ კიდევ არ ჩანს. დღეს ღია ნაწილი მხოლოდ მცირეა იმასთან შეედარებით, რაც შეიძლება იყოს ქალაქის ქვეშ არსებული ქსელის სრული მასშტაბი. და როცა კვლევა გრძელდება, მისი ნამდვილი მნიშვნელობა უფრო და უფრო ნათელი ხდება. ეს არ არის საიდუმლო ცივილიზაცია, რომელიც ზედაპირზე მცხოვრები ხალხისგან განცალკევებული. ეს არც მუდმივი ქალაქია, რომელსაც საკუთარი მოსახლეობა ჰყავდა და რომელიც საუკუნეების განმავლობაში სიბნელეში ცხოვრობდა. ეს არის ფართო გადარჩენის სისტემა, რომელიც რეალურ ქალაქს უკავშირდება. როდესაც ზედაპირზე ცხოვრება მშვიდი და ნორმალურია, იქ მუშაობენ, ბიზნესს აწარმოებენ, ამზადებენ საჭმელს და ოჯახებს ზრდიან მაცხოვრებლები. მაგრამ როცა საფრთხე მოდის, მათ ფეხქვეშ მეორე ნუსიაბადი ელოდებათ. დროის გასვლასთან ერთად ნუსიაბადს აღარ სჭირდებოდა ძველი დონის მზადყოფნა. ტერიტორიაზე თავდასხმები შემცირდა, ომის მეთოდები შეიცვალა. თანამედროვე ქალაქიც გაფართოვდა ზედაპირზე. რადგან გვირაბები ხშირად აღარ გამოიყენებოდა, ისინი ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა. უყურადღებობის გამო ზოგიერთი შესასვლელი მიწით და ნარჩენებით დაიფარა. ზოგი გზა ჩამოინგრა, ზოგი კი დაიხურა. ახალი სახლების, გზებისა და შენობების აშენებისას. ასევე დაიკარგა ცოდნა ოთახებს შორის ძველი კავშირების შესახებ. შეიძლება ზოგიერთ ოჯახს იცოდეს, რომ მათი სახლის ქვეშ ძველი სარდაფი ან გვირაბია, მაგრამ მათ აღარ იციან, რომ ეს ნაწილი უფრო დიდი მიწისქვეშა ქსელისა იყო. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ძლიერი გვალვა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ადგილი დავიწყებას მიეცა. ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა. როდესაც რაღაცას აღარ იყენებენ, მას აღარ უვლიან. როდესაც ბოლო ადამიანები, ვინც გზებს იცნობდნენ, იღუპებიან, ქრება ცოდნაც, თუ როგორ უნდა გამოიყენო ისინი. ბევრი თაობის შემდეგ ყოფილი საგანგებო თავშესაფარი მხოლოდ ბუნდოვან ამბად იქცა. იგი ხელახლა გაიხსნა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ერთმა მცხოვრებმა შემთხვევით ნახა გვირაბის ნაწილი, როცა თავის საკუთრებაზე თხრიდა. ანგარიშები განსხვავებულია ზუსტი წლისა და აღმოჩენის გზის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ დაიწყო გათხრები და მიწისქვეშა კომპლექსის უფრო საფუძვლიანი შესწავლა. იქ მკვლევარებმა გაიგეს, რომ მიწის ქვეშ მხოლოდ ერთი ოთახი არ იყო. მრავალი გვირაბი და კამერა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. აღმოჩენილია 3 დონე, რომლებიც დაახლოებით 3-დან 18 მეტრამდე სიღრმეზეა თანამედროვე ქალაქის ქვეშ. თუმცა მთელი ქსელი ჯერ კიდევ არ არის გათხრილი. ბევრი ნაწილი მიწით, ტალახით და ჩამონგრეული ქვებით არის ჩახერგილი. ზოგიერთი კი პირდაპირ სახლებისა და საჯარო შენობების ქვეშ მდებარეობს. საშიშია უბრალოდ გათხრა. თუ დამხმარე კედელი დაზიანდა, შეიძლება ჭერი თამოინგრეს. ასევე შეიძლება ზემოთ მდებარე შენობების საძირკველი დაზიანდეს. ამიტომ თითოეული ნაწილი ფრთხილად უნდა გაიწმინდოს. ჯერ ოთახს ზომავენ. ამოწმებენ, აქვს თუ არა ბზარები. ხოლო სუსტ ადგილებს დამატებით საკრდენ სუმაგრებენ. მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ მკვლევარებს შიგნით. ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ღრმა დონეა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგი გვირაბი ჯერ არ გაუხსნიათ. შესაძლოა დამატებითი ოთახი ან კავშირი იყოს ქალაქის სხვა ნაწილთან, მაგრამ ჯერ უნდა აღმოაჩინონ ეს, სანამ დაადასტურებენ, რომ ეს ნამდვილად კომპლექსის ნაწილია. ასევე უნდა შევხედოთ ნუსიაბადის აშენების მიზეზსაც. მისი მასშტაბის ასახსნელად არ არის საჭირო რაიმე იდუმალი გლობალური კატასტროფა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს აშენდა მზის ძლიერი სხივებისგან დასაცავად. მომაკვდინებელი ქვიშის ქარიშხლის, ბიოლოგიური თავდასხმის ან უძველესი სამყაროს აღსასრულის წინააღმდეგ.
ეს ასევე არაშენებულა როგორც каранტინის ცენტრი აბრეშუმის გზაზე გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ. მისი ყველაზე აშკარა დანიშნულება იყო თავდაცვა. საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური ირანი გადიოდა თავდასხმებს, ომებსა და მმართველთა ცვლილებებს. ჩვეულებრივი სახლები და დაბალი კედლები ადვილად ექვემდებარებოდა უფრო დიდ ძალას. ამიტომ ცხოვრებლებმა შექმნეს ადგილი, რომელიც ადვილად შესამჩნევი არ იყო. ნუსიაბადის სიღრმე ზედმეტი არ იყო ამ მიზნისთვის. რაც უფრო ღრმა ოთახი, მით უფრო რთულია შიგნიდან ხმაურის გაგონება. ასევე უფრო რთულია ზედაპირიდან მისცუდე მას. სხვადასხვა დონეები დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. თუ ერთი ნაწილი აღმოაჩინეს, მაინც შესაძლებელია შემდეგ ნაწილთან მისასვლელი გზის ჩაკეტვა. ასევე ყველა გვირაბი ერთდროულად არაუგიათ. ეს თავდაპირველად პატარა თავშესაფარი იყო სასანიანთა პერიოდში. მისი გამოყენების გაგრძელებისას დაამატეს ახალი ოთახები, გზები და თავდაცვითი ელემენტები. ამიტომ ნუსიაბადი არ გაიზარდა, იმიტომ რომ ხალხი დიდ კატასტროფას ემზადებოდა, ის გაიზარდა იმიტომ რომ მათ განმეორებით სჭირდებოდათ ერთი და იგივე ტიპის დაცვა. როცა ადგილი არ ყოფნიდათ, ამატებდნენ ახალ სივრცეებს. როცა გვირაბი ადვილად მისადგომი იყო, ცვლიდნენ გზას. როცა ზედაპირზე ახალი სახლი ჩნდებოდა, შეიძლებოდა მის ქვეშ ახალი შესასვლელი გაეკეთებინათ. მრავალი თაობის განმავლობაში მთელი სისტემა უფრო ფართო და უფრო რთული გახდა. ეს ადგილი ასევე არ იყო განკუთვნილი სამუდამო საცხოვრებლად. აქ არის წყალი, ჰაერი, საცავი და ადგილი დროებითი დასველებისთვის. მაგრამ აქ არ არის საკმარისი განათება, სივრცე, საკვები და სანიტარია, იმისთვის რომ ნორმალური ცხოვრება შეძლო რამდენიმე თვე ან წელი. მიწისქვეშა თავშესაფარი განკუთვნილია საგანგებო სიტუაციებისთვის. როცა მტერი მოვა, ცხოვრებლები შიგნით შევლენ. როცა გარეთ უსაფრთხო იქნება, ისინი ზედაპირზე დაბრუნდებიან. იქ ისინი კვლავაც ამუშავებენ მიწას, უვლიან ცხოველებს. ვაჭრობენ და ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ნუსიაბადის ზედაპირზე არსებული ქალაქის შემსვლელი არ არის. ეს არის ქალაქის დამალული ნაწილი, რომელსაც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყენებენ. ამჟამად მიწისქვეშა კომპლექსის ნაწილი სტუმრებისთვის გახსნილია. თუმცა შესვლა მხოლოდ შეზღუდულ ნაწილშია შესაძლებელი, რადგან ადგილზე კვლევა და დაცვა კვლავ გრძელდება. არ არის მარტივი უძველესი ნაგებობის დაცვა, რომელიც თანამედროვე დასახლების ქვეშ მდებარეობს. სტუმრების რაოდენობის ზრდამ შეიძლება ტენიანობა და ნახშირორჟანგი გაზარდოს ოთახებში. მიწის რბილი ნაწილები შეიძლება დაზიანდეს, თუ მათ შეეხებიან ან დააბიჯებენ. ზედაპირზე მიმდინარე მშენებლობაც ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს. მძიმე შენობები, მილები, დრენაჟი და გათხრები შეიძლება გავლენას ახდენდეს ძველ გვირაბებზე, რომლებიც ჯერ არ არის აღმოჩენილი. ამიტომ კვლევართა სამუშაო მხოლოდ გათხრებით არ შემოიფარგლება. მათ ასევე უნდა შეადგინონ გზების რუკა. გაამაგრონ სუსტი ნაწილები და უზრუნველყონ ზედა ნაწილში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება. ყოველი ახალი გვირაბის გახსნისას უფრო კარგად ვეცნობით იმ ადამიანებს, ვინც ისინი შექმნიან. ისინი არც მეფეები იყვნენ და არც ცნობილი გენერლები. მათგან უმეტესობა ჩვეულებრივი მცხოვრებლები იყვნენ. გლეხები, ხელოსნები, ვაჭრები და მშობლები, რომლებსაც სურდათ თავიანთი ოჯახის დაცვა. მათ არ ჰქონდათ თანამედროვე კომპიუტერი, ელექტროდრელი ან დიდი სამშენებლო მანქანები. ისინი იყენებდნენ მარტივ იარაღებს და საკუთარ ძალას, რომ გაეთხარათ თავიანთი სახლების ქვეშ. მათ არ შეეძლოთ კონტროლი მოეხდინათ თავიანთ ტერიტორიაზე შემოსულ არმიებზე, მაგრამ მათ შეეძლოთ ეკონტროლათ თუ მტერი მათ დაინახავდა თუ არა. სწორედ ეს ხდის ნუსიაბადს განსაკუთრებულს. მან არ დაამარცხა დამპყრობლები დიდ ბრძოლაში. მან თავად თავდასხმის მიზანი გააქრო. ზედაპირზე შეიძლება წაართვან სახლები, ნათესები და ები და ქონები. მაგრამ ქვეშ, სადაც საზოგადოება ცოცხალია, მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ და თავიდან დაიწყონ ყველაფერი. ეხლა გვირაბები ისევ მშვიდია. აღარ არიან ოჯახები, რომლებიც ბნელ ოთახებში იმალებიან. აღარ არიან ცველები, რომლებიც ვიწრო გასასვლელებში ელოდებიან, მაგრამ კედლებზე დარჩენილია ათასობით გატარებული საათის კვალი. ყოველი კიბე, ხვრელი და მოსახვევი გაკეთებულია იმიტომ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ნებდებოდნენ საფრთხის წინაშე. და ეს არის ნუსიაბადის ნამდვილი ღირებულება. ეს არ არის მტკიცებულება დაკარგული განვითარებული ცივილიზაციის შესახებ. ეს იმ საზოგადოების მტკიცებულება, რომელმაც გადარჩენის გზა იპოვა. არა უფრო დიდი არმიის საშუალებით, არამედ მთელი ქალაქის მიწის ქვეშ გაქრობის უნარის შექმნით.